სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის მოადგილე ნოდარ შარაბიძე გამგეობის შენობიდან საკაცით გაიყვანეს. გამგეობის შენობაში ნაგა საქმე და სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან ვალერიან თელიასთან ერთად დატოვა ხელვაჩაურის გამგებელმა ლევან ლორდ-კიფანიძემ. გამგეობის შენობაში კი ამ დროისთვის ჩხრეკის პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იმყოფებოდნენ. ინახია თვითონ არავისთან შესასვლელში ვიდექი, არავის არ დავჭირებიარ და გამომიშვეს უკვე. არ შეუშვივარ არავის შიგნით ესე. თანამდებობის ბოროტად გამოყენება, უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურეობრივი სიყალბე. ეს დაკავშირებულია რომელიღაც კონკრეტული ხელშეკრულების ვადებთან მიმართებაში, რომ თითქოს დაირღვა მშენებლობის ჩაბარების ვადა და 30 რიცხვით თითქოს და 30-ში ხელი აქვს მოწერილი 15 რიცხვი. აი ეს არის სულთლიანად ბრალდება. მე უბრალოდ შემიძლია გავაფორტესო ფორმა, რომელთაც ეს ხდება. სანამ ლევანი არ დაიკითხება, სანამ გამოძიება დასრულებულა, ის არის უდანაშაულო ჩემთვის. ამიტომ ის ფორმა, რომელიც რაც ხდება, არ მე ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური პიარ აქცია ქართული ოცნების წინააღმდეგ. და ვისგან არის ორგანიზებული ამ დროს? მოდი რა სააკაშვილის ნარჩენები დიპლომატ არიან კიდევ ძალიან სოფრებში. მინისტრის მოადგილე ჩავაყენე საქმის კურსში უფროსწორად იცოდა ამის შესახებ. მე ვუთხარი რომ ითანამშრომლებს, მაგრამ დაკავების ფორმა არის კატეგორიულად მიღებული. ანუ დანაშაულოთ ხაზი. არა, მე ვფიქრობ, რომ საერთო ვითარება აქვს. ასე ადამიანს არ უნდა აკავებდნენ ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ გამოძიებას და დაებარებია და არ მგონია რომ იგი მიმართული იყო. ვიცნობთ პიროვნებას და აქედან გამომდინარე. ამის შესახებ ვუთხარი ჩვენ გამოძიებას. სხვა მხრივ კანონი თავისას იზამს, სამართალი პურსჭა. რაღაც შემოსული ანტიკორუფციული მე საქმის გასარკვევად როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ამოვედი და მაინტერესებს რა ხდება. ბოდიში მე კომენტარს ვერ გავაკეთე. ანტიკორუფციულია. დილით როცა მე შევდიოდი, უკვე შესასვლელი კარი ჰქონდა გადაკეტილი. რაღაც საგამოძიებო საქმიანობას ვაწარმოებდო. გამგებელთან ერთად იმყოფება კიდევ ბატონო? გამგებელთან ერთად კიდევ იმყოფება დაკითხვას, იმის კითხვას. გამგებელი მხოლოდ და გამგებლის მოადგილე თუ არ ვიცი. ვინ არის მოადგილე? ბატონი ნოდარ შარაბიძე. თენგიზ გუნავას ბრალი მოეხსნა სასამართლომეს გადაწყვეტილება იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა მოხმარებისთვის აღძრულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობისა და დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდება ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის თანამშრომლებს აუყენა. ბრალდებულები არიან მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი დავით კომახიძე, მისი მოადგილე კონსტანტინე ადამია, განყოფილების უფროსი გიზო ხურცია, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯუნა სიჭინავა და ასევე შპს ინფრასტრუქტურა 2008-ის დირექტორი. დადგინდა რომ ფოთის სანიაღრე არხების მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში ერთპიროვნულად იმარჯვებდა შპს ინფრასტრუქტურა 2008, რომელიც მერიის მიერ არის დაფუძნებული. მას ამ სამუშაოებისთვის მიღებული აქვს 1.395.927 ლარი, თუმცა შპს-ემ აღნიშნული სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და დაარღვია ტენდერით გათვალისწინებული პირობები, ასევე ის შეუსრულებელი სამუშაოები, რომელიც არ ჩაუტარებია დოკუმენტაციაში აღრიცხა როგორც შესრულებულად და ამ ქმედებით გაფლანგა 104.913 ლარი. საჯარო მოხელეებმა კი გულგრილი დამოკიდებულებითა და მიღება ჩაბარების ყალბი დოკუმენტების გამოწერით ხელი შეუწყეს აღნიშნულ დანაშაულს.